მიხეილ სააკაშვილი გურიაში მეჩაიეების საქმიანობით დაინტერესდა პრეზიდენტმა ჩაის ფაბრიკა და სხვადასხვა პლანტაციები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში ანასეულის ჩაის ფაბრიკის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. ეს ფაბრიკა 800,000 ტონა ჩაის ფოთოლს ამუშავებს და თავის პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში გააქვს. მომავალში კომპანია გაფართოებას და მოცვის მოყვანას გეგმავს. სულ ფაბრიკაში 160 ადგილობრივია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილმა ფაბრიკის თანამშრომლებს დახმარება აღქვა. ოზურგეთში პრეზიდენტმა ახალი კლინიკაც დაათვალიერა, სადაც ახალშობილები და მათი მშობლები მოინახულა. ეს ძალიან მაგარი. პეტრა. ვაშკაცური შესახედა. ის და? შესახედა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ძანდებით? აბა ეს არის მოცვი თქვენ. ამის გაყიდვის პრობლემა პრინციპში არ არის, ხო? არა, ახლაც ითხოვენ. აი ეს სოფელი რო აქ ნაროჯა, სადაც უშუალოდ ეს პრობლემა, იქიდან რამდენი ყავდა ხოლმე? იქიდან 14 კაცია დასაქმებული. მაინც ვიღაცას რაღაც შვება ეგეთ ხალხისთვის. თუ რაღაცა ჩვენ ვაკეთებთ, პირდაპირ გადამამუშავებელი რაღაცას უნდა დავდგათ, იმიტომ რომ არის ერთ სოფელია ახალგაზრდობა ძალიან ბევრი ესეთ რომელსაც ვჭირდება ელემენტარულად 14 კაცი არ უშველეს თუ გადამუშავება არ იქნება რაღაც პროდუქციის ხაზი. ხა გზა კი მოყავს, წყალი მოვიყვანეთ, გაზი მოვიყვანეთ, მაგრამ აი ამ ახალგაზრდობაზე ხა ფიქრობდი, ერთია სოფლის მეურნეობა რაც უნდა გავაკეთოთ, სოფლის მეურნეობა. მეორე უნდა ოზურგეთში ტექნიკუმი გვაქვს ხა და აი ეს პერსპექტიული ახალგაზრდობა რასაც დასაქმება ჭირდება უბრალოდ სოფელშია ესე გაჭედი რაღაცა ტექნიკუმში უნდა გადავიყოთ ეს ტექნიკუმი რა თქვით თუ თვითონ თავის მიცვლა არ არის უნდა აღწეროთ უნდა მივიდეთ უნდა ჩავწეროთ და წავიყვანოთ და ვასწავლოთ რა იმიტომ რომ ეხლა კატასტროფული მოთხოვნა სამუშაო ადგილების აქედან რამდენიმე 10 კილომეტრი შეგერ ბათუმში ფოთში ვიწყებთ დიდ პროექტებს ლაზიკაში ვიწყებთ დიდ პროექტებს სასახელო გჭირდება ესენი ხედავთ სოფელში დაიძახიან ჩვენ სამუშაო არა გვაქვს და ამ დროს ტექნიკუმი გვაქვს ამ დროს სამუშაო შეთავაზები უკვე პროექტები დიდები დაწყებულია და იწყება ხესებზე ვაშენებთ და აი კავშირია დაკარგული დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის რა მაინც და ბევრად მეტი ამ მიმართულებით სამუშაო და ეს ძალიან მაგარია ეს სამეურნეობა იმიტომ რომ თუ ჩვენ სტანდარტი არ შევქმნით ისე თვითონ თავის ხა ამას არავინ არ მოიფიქრებდა რომ მოციქა კიდე სამეგრელოს იმუშაო კარგად 5 სხვადასხვა ჯიში აქვს რა კახეთში ეხლა რომ გაგვენადგურა ნათესები იქაც ვეუბნები რომ ახალი ჯიში უნდა დავიღოთ აი რაც ნიშნავს ახალი ჯიში ეს ხო ბევრად უფრო მომგებიანია და წინა მანდანი ჩვენ დაციკლული ვიყავით და ერთი ეგეო მანდანი რაც იყო რო ჩამოიტანეს მაშინ 19 საუკუნის ჩინელება აი ესა მოდის უესა და გაუმჯობესდა იმის შემდეგ სოფლიოში ყველაფერი შეიცვალა ეგრევე ეს ჩვენთანაც რაც ქალჩი უნდა მუშაობთ უკვე და ძალიან კარგია რომ ახალი ჯიშები წამოვიდა და კახეთშიც ახლა რომ განადგურდა ეს ნაცები ნუ უბედურება იყო მაგრამ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა უნდა და რაღაც ახალი ჯიშები შემოვიტანოთ რომელიც ჯერტი ბევრად მოსავლიანი იქნება უფრო გასაღებად იქნება სოფლიო ბაზრებზე შეიძლება უფრო დაცულიც იყოს სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან ცოტათი მეტად მოკლედ რაღაცა ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რასაც თქვენი ძლებით ესე იგი თელი ქარხნები რომ დაიყიდა და განადგურდა ეს შეინარჩუნეს ხო? თელი დაზგები დაჭრეს, აიღეს, წაიღეს, ჩაიყარეს, გაიტანეს თურქეთში და სხვა ქვეყნების ჯართან. 53 საწარმო იყო გურიაში 2 ადამიანი 53. როგორ ესე იგი რას ნიშნავს მაინც გულიანი ადამიანი რა? დანარჩენებს გული არ ქონდა დრო ყიდიდან განადგურებდნენ. რომელ წლებში გაიყიდა ეს დანარჩენი ქარხნები რომ განადგურდა? ეს ერთად ყაჩაღობა არეულობა იყო აქ მდგომარეობა იყო. აი 90-იან წლებში 90-იან წლებში ჩალის ბაზარ გაიყიდა. ეს დავული მაღალი ხარისხია ძალიან მაღალი ხარისხი წვანე და ეს ჩარხები და ეს დაყიდეს სულ რაღაც 90-იან წლების პირველ ნახევარში ალბათ ხო? დაიჭრა მთლიანად 17-18-მდე 99-მდე 2000-მდე ყიდდნენ ყველა. მე რაღაცა არაფერი არ იყო გადასაყიდ და მართლა აი გული უნდა რომ ვიღაც თქვენ რო გადაარჩინეთ მართლა ყოჩახ რა. ფოტიკო არაფერი არ ძველი და განადგარა ძველი ყველაფერი მაგრამ ახლა უმაღლეს კლასს ჩაისაკეთებს ხალხს ასაქმებს რაღაცა იმედია ხალხისთვის ბაზრები აქვს ფასი აქვს პლანტაციებს ბევრად მეტ პლანტაციებს გვაქვს შენება ჩაი ბევრად უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს ვიდრე ნებისმიერი სხვა კულტურა ესაა მნიშვნელოვანი აქ ხალხს ახლა ჩადიხარ სოფელში და რაღაც საშუალო ზომის სოფელში ასობით ადამიანი რომელიც იძახს რომ დაგვასაქმეთ ხო აგერ გარშემო და ეს ყველაზე შრომატევადი კულტურაა ამიტომ არის ძალიან მაღალი დასაქმების ხარისხი იმერეთ საიდან ხარ? ხუთაისის გუშინ ესა ჩემ ხვდა ჩემ მეგობარი
ქუთაისის იმ რეფერალურ ცენტრში გაიკეთა გულის დიაფრაგმის ურთულესი ოპერაცია. მარშავ არის ესეთ ქირურგი და თქვენს რომ ესე იყო გერმანიაში უთხრეს რომ ვერაფერი ვერ გაიგეს, რომ არითმია ქონდა. ამათ დაუსვეს დიაგნოზი, გაჭრეს ის დიაფრაგმა, გაუკეთეს და ჩიტივით არის რა. აი რას ნიშნავს მაგარი რამდენიმე წელიწად აბუქაჩა ქუთაისმა ესე უნდა უკაჩოთ ყველა საავადმყოფო. მე ვარ ძალიან გაბრაზებული სადაზღვევო კომპანიებზე. უნდა გადაანაწილონ თანხები, მაგაზე შევკრიფეთ რამდენჯერმე. უმცროს სამედიცინო პერსონალს უნდა მინიმუმ გავორმაგდეს ხელფასი. არ უნდა მაგას დიდ თეორია. ეს არის ჩემი ღმერთმენა აბსოლუტურად. იმიტომ რომ სხვანაირად რო არ თქო ზოგ ექიმს მაგარ ქირურგს მაგალითად ზოგიერთ კლინიკაში აქვს 7-8 და 15000 ლარი და გვერდზე რო ექთანი უდის რომელსაც აქვს 150 ლარი და ზოგ ელაპარაკებით საერთოდ ხარ ელემენტარული ცინდის საკითხია ხო? ძალიან არათანაბად ხდება განაწილება. იზრდება მომართვიანობა და ეს უნდა გადააწილოს მოგებებმა შეამცირონ და იმაზე კი უნდა იფიქრონ რომ იქ რა ქვია სადღაც კიდე რაღაც სხვა ბიზნესები განავითარო. პირველ რიგში ამ ბიზნესში ჩადონ რომ ხალხს მიცენ ხელფასი. ნინი, გილოცავ დაბადებას. ამას რა ქვია? ელენე. აი, მათონიკე, ეს ძალიან მაგარი ვაჟკაცია. ძალიან სერიოზულია და თან რაღაცა ისეთი. ვაჟკაცური შესახედა. ოზურგეთის შემდეგ პრეზიდენტი წალენჯიხაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ნანა და თენგის ქუთელიების ოჯახს სტუმრობდა, რომელსაც ხელისუფლებამ ახალი სახლი გადასცა. ქუთელიები წყალდიდობის დროს დაზარალდნენ, კომისიის გადაწყვეტილებით მათი საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარებოდა და ოჯახს ორსართულიანი სახლი წალენჯიხაში უყიდეს. სახლის საჩუქრად კიდევ ერთ ოჯახს გადაეცა. ეხლა პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ეხლა სახელმწიფო და მთავრობა მოგხედა. ჩვენ წალენჯიხაში უბრალოდ ზემოთი თქვენ სოფელში უმეტეს სახლები გავაკეთო, მაგრამ ორი სახლი ქონდა, რომლის გაკეთება იყო შეუძლებელი. და ამიტომ როგორც კახეთში ზუსტად იგივე გვაქვს, რამდენიმე სახლი კახეთში შეხვდა, რომელიც შეუძლებელი იყო, მაგრამ არც კახეთში, არც სამეგრელოში, არც არსად, როცა ასე ცდიქია, ყველაფერი პრობლემებს უნდა მოვაკლოთ. ნაკლები რაღაცები შეიძლება სამთავრობო უწყებების კუთხით და რაღაც სხვა კუთხით გავაკეთოთ, მაგრამ ყველაზე უფრო გაჭირებულები ხარ იმის გამო რომ სტიქია და ეცი თავზე გარეთ შეიძლება დარჩენოთ. მაშინ თქვენთან რომ მოიყავი მოსული. ძალიან მეწყინა ეს მდგომარეობა როგორც მდგომარეობაში იყავით აღმოჩენ. დიდი მადლობა. მაგვაფილი ვარ თქვენგან და ეხლა პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ეხლა ჩვენ აქ ძალიან ბევრი რაღაცა გაჩნდება აქ სამეგრელოში ზოგადად დასაქმების კუთხითაც, ინფრასტრუქტურის კუთხით, ეკონომიკური გაქტიურობის კუთხით და ამიტომ რახანაკ გადმოხვედით უკვე დაცულ სახლში, ეხლა დანარჩენი და მოგხედოთ უფრო. ახლა თქვენ საკუთრების უბრალოდ. მე შუაში არ ვარ, ეს არის ქართული სახელმწიფოს უბრალოდ საჩუქარი კი არა გადმოგცათ იმისათვის, რომ არც ერთი ადამიანი საქართველოში არ აღმოჩნდეს დაუცველი. ყველა ადამიანისთვის ეს არის ასევე იმედის ნიშანი, რომ სახელმწიფო და მთავრობა მოგხედა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. თქვენ იმითი ღმერთმა მოგეშალოთ მოწესრიგეთ. და ახლა მდინარე მარწაკო მაშინ ახლა კარგად გადავედით და გადმოვედით თქვენთან ერთად. ეხლა აქაც გადმოგიყვანეთ და ასე რომ არ შემელო, არ შემომელო და არ მენახეთ. გაიხარეთ. ეხლა კახეთში ვიყავით ყველა გადათვლილი თელი ეს დღეები კახეთში ისეთი კატასტროფა ესე ამ მასშტაბის ეს ათასობით სახურაა პირდაპირ ისე კიდე კაი ეხლა წვიმება გადავჭით წვიმებს ამ დღეებში და მაგრამ ესეთი კატასტროფა არავის არ უნდა ეს რომ მოხდარიყო კომუნისტების დროს 90-იან წლებში აღარ ვიძახით კახეთ ჩამოშთებოდა ეს 90-იან წლებში მოხდარიყო იქ რაც მოხდა ეს სეტყვა და უბედურება ის ხალხი იქ უნდა გასახლებულიყო კიდევ კარგი რომ ახლა რაღაც მინიმალური რესურსები მაინც გვაქვს და ყავს თავრობა რომელსაც შეუძლია არ დაიძინოს გადასახლდეს და გააკეთოს და ეს ეხება ასევე თქვენ სიტუაციასაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც სამეგრელოში, არც კახეთში, არც გურიაში, არც სადაც ეს მოხდა, არავინ არ იგზნოს რომ მიტოვებოდი. დიდი მადლობა. გაიხარეთ, მოეცმა კარგად გამყოფოთ. დიდი მადლობა. გამრავლდით, გაიხარეთ. მე ვიტყავობ.